ხალხო, მგონი ჩვენი მოხუცი მართლა გაგიშდა. გუშინ საქართველოს დროით 3 საათზე ინტერნეტში გავრცელდა სიახლე, რომ დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია დაიღუპება და ის აღარასოდეს აღდგება. ამ განცხადების ავტორი საკუთარ სოციალურ ქსელში იყო დონალდ ტრამპი, რომელიც პრაქტიკულად ირიბად მიგვანიშნებდა იმაზე, რომ ბირთვული იარაღი უნდა ვისროლო და მოდი თქვენი საბოლოო ცხოვრების წუთებით დატკბითო. ანუ მე მართლა დავიწყე მაგაზე ფიქრი და გუშინ რომ დისკორდში შევიკრიფეთ მეგობრები, ანუ უკვე განვიხილავდით როგორი იქნებოდა სცენარი იმ შემთხვევაში თუ ტრამპი გამოიყენებს ირანში ბირთვულ იარაღს, იმიტომ რომ ჩვენზე ის რა თქმა უნდა ზემოქმედებს ვიმყოფებით ანუ დაბინძურებისა და რადიაციის სამწუხაროდ სიმაგ სივრცეში, რაც ბუნებრივია იყო შემაშფოთებელი. მეგობრებო, დღეს დილით, ტრამპი ხო გამოირჩევა იმით, რომ პლასტიკას ყოველდღიურად ცვლის. თქვა რომ საერთოდ 10 პუნქტიან გეგმაზე ვარ თანახმა თუ ირანი გახსნის ჰორმუზის სრუტეს. ანუ როგორ შეიძლება ამხელა პირმა, ანუ თეთრი სახლის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერთ დღეში თან სამყარო გაანადგურო და თან იმ სახელმწიფოზე, რომელზედაც პოტენციურად აპირებ ბირთვული იარაღი გამოიყენო, უსურვებ იმას, რომ გახდეს ახლო აღმოსავლეთში ისევ ძალიან დიდი ძალა. ტრამპისგან მიჩვეული ვართ ამ ურთიერთგამომრიცხავ წინადადებებს და დღეს ჩვენ ამაზე ვაპირებთ საუბარს. მე საჯაროდ ამ ინფორმაციას მოგაწვით. ეხლა რა 10 პუნქტიან გეგმას დათანხმდა შეერთებული შტატები. ასე რომ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს, ასევე შეგიძლიათ Instagram-ზე გამოუყვეთ, რომელიც აღწერა შემითითებული, შეგიძლიათ დონაციაც გააკეთოთ, რომელიც ასევე მანდ არის მითითებული. მოდი გადავიდეთ და განვიხილოთ ეხლა ეს გეგმა. ეხლა პირველ რიგში ეხლა ეს რომ სიგიჟეა, ანუ სრული სიგიჟე რო არის, რომ დღეს ღამითელი ცივილიზაცია დაიღუპება და აღარასოდეს აღდგება. ანუ ამერიკის შეერთებული შტატებშიც იმხელა ნებათაღელვა გამოიწვია, რომ ანუ პოსტი მედია, ინფლუენსერი არ დარჩა, რომელიც არ აფურთხებდა და არ იმასშებოდა, არ აგინებდა დონალდ ტრამპს აი ამ განცხადების გამო. რომელიც პრაქტიკულად ეხა ისეთ რამეს პირდებოდა კაცობრიობას, არც ადოლფ ჰიტლერს, არც სტალინს და არც მაო ძედინს და საერთოდ არც ერთ ისე დიქტატორს არ გაუკეთებია აქამდე. ეხლა მოდი მეგობრებო, მოდი სანამ ეხლა ჩვენ ტრამპის იმებს გავაგრძელებთ, ეს არის ძალიან საინტერესო განცხადება, რომელთაც საერთოდ დაიწყო ოპერაცია ეგრეთ წოდებული ჩაჯმული ლომის ღრიალი, რომელიც მე შევარქვი ამ ოპერაციას, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა და ირანმა, ამერიკის შეერთებული შტატებმა და ისრაელმა ამ ერთთვიანი, ანუ თვენახევრიანი საბრძოლო მოქმედების განმავლობაში, ანუ დაგვანახეს მთელ მსოფლიოს, რომ თურმე შესაძლებელია ისეთ დიდ ძალასთან ბრძოლა, ну ეხა ირანიც რა თქმა უნდა დიდია და დიდი პოტენციალი აქვს, რომ არ წახვიდე კომპრომისზე და არ გახდე მათი ვასალი სახელმწიფო. ანუ თუ ტრამპი გვპირდებოდა ომის დასაწყისში რეჟიმი ინგრევა და დედაქ ნატირები ყველაფერს, ხო, აგერ სახმელეთო ოპერაციას დავიწყებ, ენერგო ინფრასტრუქტურას გავანადგურებ, ირანს ბალისტიკური რაკეტები აღარ აქვს, დრონები აღარ აქვს და ამ დროს ეხა ჩვენ გადავალთ მაგ სკრინზე და მაგას განახებ. ტრამპი გამოდის და აცხადებს, რომ ღმერთი მხარს უჭერს აშშ ირანთან ომში. ანუ მართლა სერიოზულად კითხვა მაქვს, რა არხსეს ის ეს ადამიანი? ანუ ვინ უყვება საერთოდ ომის სიახლეებს? ანუ ამას მოსესავით ხო არ აქვს რაღაც გახსნილი, აი მოსეს რო ქონა აღთქმის კიდობანში, ხო იცით, რომ დადგავდნენ ებრაელები, მხოლოდ ლევიანთა ტომის წარმომადგენელს და უმაღლეს სამღვდელო პირს შეეძლო, რომ ღმერთი, ანუ ღმერთს დასაუბრებოდა რა, ღმერთთან დიალოგი ქონოდა. ანუ როგორც აღთქმის კიდობნის იმაში იყო, რომ ანუ უწმინდური თუ შევიდოდა, ანუ ისეთი, ანუ დაწმავდა ის გამოსხივება და მე ვფიქრობ, რომ ტრამპის ეგეთი ხო არ არის და რავი, ღმერთი ხო არ ელაპარაკება ამასთან კიდე ჩვენ არ ვიცით. რა ძალიან მაგრამ მეიჭება. იმიტომ რომ ამხელა განცხადებას რო აკეთებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ღმერთი მხარს უჭერს, ანუ ჯერ რომელი ღმერთი უჭერს მხარს ომს. მერე რომელი ღმერთი გამოიწყდა და ამაზე და ირანთან ომში მხარს უჭერს, ანუ არადეკვატურობის პიკია უბრალოდ. უბრალოდ არ ეკატრება შეერთებული შტატების პრეზიდენტ ასეთი განცხადებების კეთება. ეხლა მოდი გადავიდეთ აი ამაზე ჩემო ძვირფასებო, აი ეს არის ძალიან საინტერესო ხა უყურეთ. ირანი, ანუ არის ისლამური რეჟიმის სახელმწიფო, ხო? ყველას ძალიან დიდი რწმენა ჰქონდათ, საქართველოში არსებულ მილიტარისტებსაც, გეი მილიტარისტებსაც, რომ ამერიკა რამოდენიმე დღეში ვენესუელასავით დაასრულებდა ირანს. რეჟიმი შეცვლიდა, დაიყვანდა საკუთარ მარიონეტს, მოაწერინებდა იმ გარიგებებზე ხელს, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა ვენესუელის ისა რა ქვია, ვინც პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ვინც არის, რომელიც არის ამერიკისგან დასმული ვასალი, რომელიც, რავი, თელი ნავთობის 70-80%-ს აძლევს შეერთებულ შტატებს, დაახლოებით იგივე სცენარი ეგონათ ამ შემთხვევაში, რომ განვითარდებოდა აქაც. ეხლა უყურეთ,
გუშინ ირანის ენერგო ობიექტებზე მოხდა ცოცხალი ჯაჭვის ორგანიზება, ანუ ხალხი დადგა ენერგო ობიექტებზე, რომ შეერთებულმა შტატებმა რო დაგბომბოსო, ჩვენც მოვკვდებით მათთან ერთად და რო დაინახავსო მსოფლიო რო მშვიდობიან ხალხს ბომბავსო, ეს იქნება საერთაშორისო სკანდალის გამოწვევი. ამან ამერიკა იძულა, რომ არ მიეღო ისეთი სახის შეზღუდული შესაძლებლობების შარება, როგორებიც იყო მაგალითად ენერგო ობიექტებზე დარტყმა. ბუნებრივ სხვადასხვა რესურსებზე, ხიდების ნგრევა მათ შორის, ლოჯისტიკური სამხედრო ინფრასტრუქტურის ნგრევა. ანუ ეხლა უარეთ როგორი თემა არის. ირანმა აიძულა შეერთებული შტატები, რომ დათანხმებოდა მის 10 პუნქტიან გეგმას, იმიტომ რომ თელი თავისი სისავსით ბოლო კვირებში რაც უინდკოფისგან და კუშნერისგან მოლაპარაკებები ირიბად მიმდინარეობს, სადაც პაკისტანი და თურქეთი არიან ჩართული, როგორც მე ვიცი, პაკისტანი, უფრო ვიდრე პაკისტანის შუამავლობით მოხდა ეხლა ყველაფრის დადება. ანუ 10 პუნქტიან გეგმას დათანხმდა ვინ შეერთებული შტატები ხალხო, ეხლა რა გეგმა არის, მოდი ხა თქვენ ამ ყველაფერს წაგიკითხავ და ერთად განვიხილოთ პუნქტიდან პუნქტამდე. ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო აშშ იძულებული გახდა დაეთანხმოს ირანის 10 პუნქტიან წინადადებას, რომელიც მოიცავს შემდეგს. ყურადღებით. აგრესიისგან თავის შეკავების ფუნდამენტურ ვალდებულებას. ანუ ამერიკა აღარ უნდა მიიტანოს იერში ირანის არც ერთ ობიექტს. მეორე. ჰორმუზის სრუტეზე ირანის კონტროლის შენარჩუნებას. ანუ ირანი აგრძელებს კონტროლის შენარჩუნებას ჰორმუზის სრუტეზე. აქედან ესეთი ინფორმაციაც გავრცელდა, რომ გარკვეული სახის გადასახდელსაც დაუკისრებენ, ან რომელი გემიც მანდ გაივლის, ან რომელი ტანკერი ვალდებულია გადაიხადოს რაღაცაზე რაღაც პროცენტი. ეს დიპლომატიური და ამ ომის, ან თქვენ წარმოგიდგენთ, როგორ უნდა გეშინოდეთ იმ ესკალაციის, რომ არ გადადგას ისეთმა ავანტიურისტმა, როგორც დონალდ ტრამპია, სახმელთო ოპერაცია და ირანისგან წავიდეს სამხედრო დათმობაზე. ურანის გამდიდრების მიღებას. ირანი ოფიციალურად აგრძელებს და რომელიც ახლაც მონაწილეობს ბირთვული შეთანხმების საერთაშორისო მაშინ რა ქვია ფორუმში, ახლაც აგრძელებს და აგრძელებს ურანზე გამდიდრებას. ანუ ის რაც იყო მთავარი მოთხოვნა ამერიკისგან ურანის გამდიდრება შეწყვიტა, ირანი მაინც აგრძელებს. ყველა პირველადი და მეორადი სანქციის მოხსნას. ანუ ირანი, რომელიც იმყოფება დაახლოებით 30 წელი მძიმე ეკონომიკურ ემბარგოში, ამერიკა ვალდებულია მას მოხსნას სანქციები. გაეროს უშიშროების საბჭოსა და მმართველთა საბჭოს ყველა რეზოლუციის გაუქმებას. ის ასევე იმყოფება დაახლოებით 25 წელზე მეტია, აქაც ძალიან ბევრი რეზოლუცია ირანის წინააღმდეგ გაკეთებული და ამის გაუქმებაც ევალება ამერიკის შეერთებულ შტატებს. ირანისათვის კომპენსაციის გადახდაო, ანუ ჩვეულებრივად ხარკი უნდა, ანუ ხარკი ხმამაღალი ნათქვამია, ბოდიში არ მინდა ეს ტერმინი გამოვიყენო. ანუ ამერიკა ვალდებულია რაც დააშავა, ის აანაზღაუროს. ვიზი აქ საუბარი ხვდებით? ანუ ამერიკაზეა საუბარი, ვიღაცა კი არ არის აქ რაღაცა საფრანგეთი, ბრიტანეთი, ან ამერიკა. რეგიონი ანაშის საბრძოლო ძალების გაყვანას. აი ამაზე მიდის, ეხა ეს არის ბოლოს საკითხი, რაზედაც ტრამპმა თქვა, თუ არ ვცდები 1 საათის წინ მე წავიკითხე Truth Social-ზე, რომ ჩვენ დავრჩებითო და მივაქცევთო მონიტორინგ ჩაუტარებთ ყველაფერსო, რომ მართლა ასულებს ირანი იმას, რასაც ჩვენ მოვითხოვთო. ანუ საუბარი მიდის აქ იმაზე, რომ ჰორმუზის სრუტე იქნება თუ არა გახსნილიო. შემდგომი ყველა ფრონტზე ომის შეწყვეტას და მათ შორის ლიბანში ისლამურ წინააღმდეგობას. ანუ ბოლო ორი პუნქტი, რომელიც არის მეგობრებო, მაგაზე არ დათანხმდა ისრაელი. იმიტომ რომ ბიბი გამოვიდა და თქვა, რომ მართალიაო, ჩვენ მივახციეთ ორკვინიან სამშვიდობო შეთანხმებაზე, ეს არის ორკვინიანი სამშვიდობო შეთანხმება, მინდა შეგახსენოთ, ეს არ არის უშუალოდ ომის დასრულება. რომ ლიბანში ისრაელმა თქვა, რომ ეს შეთანხმება არ ეხება კონკრეტულად ისრაელის სახმელეთო ოპერაციას ამჟამად სამხრეთ ლიბანში. ანუ ისრაელი გააგრძელებს იქ სამხედრო ოპერაციას. მოდი გადავიდეთ შემდეგს. ეხლა ხო თქვა, რომ ტრამპმა რომ ატომურ ბომბს ვაგდებონ, დაახლოებით ამ შინარსის სათაური გამოაქვეყნა და იმ დღესვე, თქვენ აი მე მინდა ეხლა ფსიქოტიპი წარმოვიდგინოთ ეხლა ამ ადამიანის, რომ ირანს რეკონსტრუქციის პროცესის დაწყება შეუძლია, ეს შეიძლება ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანად იქცეს. ახლა მე გისურვებთ თქვენ მეგობრებო ესეთ კითხვას, ან საინტერესოა და ზოგადად თქვენს დაუსვით, თქვენ თავის მეც უნდა დაუსვათ ჩემ თავს, ან როგორ შეიძლება ერთ დღეში ადამიანი იყო ასე ურთიერთგამომრიცხავი. ანუ ეს იცით როგორი თემა არის, ეხლა რომ მე შენ იარაღის შანდაშით მოგივარდე, აი ახლა მე შენ მოგკლავ, ამას გიზავ, იმას გიზავ და იმ დღესო გითხრა რომ ჩემო მეგობარო, მე შენ ისე მიყვარხარ, გიჟდები შენზე, ზედა მთვარე ამომდის. ან დაახლოებით ასეთი სახის როგორ ვთქვა, აი გეფი და ამპლიტუდა არის, რომ წარმოვიდგინოთ ამ წინადადებებს შორის. ანუ ერთ დილით სამყაროს ანადგურებს საღამოს 10 პუნქტიან გეგმას თანხმდები. ერთადერთი ლოგიკური ბმა აქ შეიძლება რა ჩვენ დავიჭიროთ ის არის, რომ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული ეს სიახლე, რომ მე ატომურ ბომბს გამოვიყენებ და დასრულებულია ცივილიზაცია, იყო რა თქმა უნდა ავანტიურისტული და იყო რა თქმა უნდა პოპულისტური.
უბრალოდ დაშინების მექანიზმი იყო, რომელმაც არ გაამართლა რეალურად. არის უკიდურესი ზომა, რითიც ირანის ისლამურ რეჟიმზე უნდოდა, ესე ვთქვათ, დაყოლიება იმაზე, რომ მოდი 10 პუნქტიან გეგმას მე არ ავარიდებ თავს და მოდი ხა ატომური ბომბის შიშით, ისინი ვალდებული იქნებიან, რომ შეასრულან ამერიკის ყველანაირი დაკვეთა და ყველანაირი ის, რაც არ გააკეთა ირანმა და ირანმა თქვა, რომ თუ სიკვდილი მიწერე, მე მოვკვდები. რაც იყო საკმაოდ ვაჟკაცური და ესე ვთქვათ, პოლიტიკურად ძალიან ძლიერი ნაბიჯი. ანუ ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან დიდი ერთი ადგილი ჭირდება, ხო? ნუ არ გაამართლა დაშინების რა თქმა უნდა დაშინების მექანიზმი იყო, ხა მაინც არ მეგონა რომ ხა ტრამპი ბირთვული იარაღს შემოგდებს. ხალხო, ეს არის უკიდურესი ზომა, ხა თქვენ წარმოგიდგენთ ბირთვული იარაღი ისროლო, ეს არ არის, რა ქვია, ლაგატკა გაისროლან ბალისტიკური რაკეტას ან მეშიაგდო. ეს არის საკამო მასობრივი განადგურების იარაღია, ხალხო. ანუ ეს რო ტრამპს გამოეყენებინა, ანუ სოფლიო დაასრულებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ანუ არც ერთი მსოფლიო ლიდერი აღარ დაჯდებოდა ამერიკასთან და თვითონ ამერიკაში ჩამოაქცევდნენ რესპუბლიკელებს. ანუ ესე მარტივი არ არის, რახან შენ ბირთვული კოდები გაქვს და ბირთვულ არსენალს ფლობ ესე მარტივად უპრაგონო წკაპ და გაისროლ და აწიო ჰაერი და გაანადგურო 80 მილიონი ადამიანი, ესე არ მუშაობს რეალურად. გამიგეთ და რა თქმა უნდა ეს იყო დაშინების მექანიზმი. უბრალოდ თემა რა არის ხა, იმაზე კი არ ვლაპარაკობ ხა, რომ ბირთვული იარაღის სროლას მართლა აპირებდა თუ არა შეერთებული შტატები და ასე შემდგომ. აქ საუბარი მიდის ერთ რამეზე ხალხო. აქ საუბარი მიდის რომ ამაზე ფიქრი რო აინც როგორ ხდება, აი ამაზე ფიქრი როგორ ხდება, რომ ვიღაცამ შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ან ამერიკას უკვე აქვს გამოყენებული ბირთვული იარაღი მთელი კაცობრიობის წინაშე, ხო, აქ საუბარი მაქვს იაპონიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს. არ ვიცი უბრალოდ იცით რა არის, ძალიან გარდამავალი ხა ყოველდღიურად, ანუ ნახეთ თემა და პლასტიკა იცვლება თეთრი სახელით ყოველდღიურად. ეხლა შეიძლება ამ ვიდეოს დადების მერე საერთოდ ამერიკამ კიდე დაბომბოს მათი სამხედრო ინფრასტრუქტურა. ანუ აღარაფერს გამოურიცხავ, ძალიან არაპროგნოზირებადი გახდა უკვე პოლიტიკა. ძალიან არაპროგნოზირებადი და ისევ არაპროგნოზირებადი გამომდინარეობს იქიდან, რომ თვითონ ლიდერები არიან არასტაბილურები, ხვდებით? აქედან გამომდინარე ხალხო რომ ჩემი შეჯამება ამ თვენ ნახევრიანი სამხედრო კამპანიის დროს ის არის რომ ირანმა გამოავლინა ძალიან დიდი კვერცხები. აი ძალიან დიდი კვერცხები. რასაც სოფლიო არ ელოდა. ნუ ფაქტიურად რასაც ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ ირანში მყიფე რეჟიმია და ხალხი ელოდება იქიდან, რა ქვია, ერთ შეძახილს და ხალხი დაამხობს ირანის ისლამურ გუშაქთა კორპუსს. არ აღმოჩნდა რეალური, იმიტომ რომ აიათოლა ხემეინის მოწამეობრივი სიკვდილი, ფაქტიურად მოწამეობრივი სიკვდილი, იმიტომ რომ მან იცოდა და თვითონ ინფორმირებულიც იყო ირანის უშიშროება რომ აპირებდნენ თავდასხმას, მან ბუნკერში ჩასვლაზე უარი თქვა. ბოლო კადრებიც ამის გადაღებული. დაშლის პირას მყოფი ირანი აიათოლა ხემეინიმ გააერთიანა სიკვდილის შემდეგ. მათ ლიდერები მოუკლეს, ძალიან დიდი დანაკარგი აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ რეჟიმი მთლიანად არის იმდენად აწყობილი ერთგულებაზე და იმდენად აქვს ესე ვთქვათ, ჰიდრას უამრავი თავი ერთ თავს მოეჭელა, მეორე ამოვა, რომ ირანი ვერაფრის დიდებით ვერ ჩამოაქციეს. მე ამაზე ნასაუბრები მაქვს, ეს არის შიიტები, ხალხო, ეს არ არის რიგითი სუნიტური სახელმწიფო. თქვენ უგონიათ ეს არის მაგალითად ავღანეთი, ეს თქვენ უგონიათ რომ ეს არის ერაყი, თქვენ უგონიათ ირანი არის მაგალითად რომელიმე სხვა არაბული ქვეყანა. აქ ძალიან დიდი განსხვავება სუნიტებსა და შიიტებს შორის. შიიტები გაცილებით ორგანიზებული, გაცილებით მეტრწმენაში და გაცილებით არიან საკუთარ იდეაზე კონცენტრირებული ვიდრე სუნიტები. თვითონ თეოკრატიული მართლობა და ზოგადად ისლამური თეოლოგიის თანახმადაც სახელმწიფო მართვის მოწყობა, რწმენა, წარმოდგენა, ყველაფერი ხო რაც არის შიიტებს გაცილებით ძლიერი აქვთ სუნიტებთან შედარებით. ნუ ეს გვანახა თვითონ საომარო მოქმედებება. ხო, შენ გველეშაპს ებრძოლო, როგორიც არის შეერთებული შტატები, ისრაელი ხალხო, ან თქვენ წარმოგიდგენიათ ვისთან გაქვს საქმე ეომები ამერიკას და ისრაელს. ორ ყველაზე ძლიერ ძალას მსოფლიოში. და შენ მათ თვენახევრის მერე ათანხმებინებ მოლაპარაკებებზე სვავ და შენ 10 პუნქტიან გეგმაზე ისინი თანახმანი არიან. ნუ ეს რო სტყუილი აღმოჩნდეს, დაუშვათ ეს ბლეფია და ბლეფი გაგვიგეთეს, ხო? პოკერის ენაზე რო ვთქვა. სხვა შემთხვევაში რა გამოდის? ესეც რო მოხდა, ესეც ხო უკვე დიდი გამარჯვებაა. მითხარით გამახსენეთ ბოლო ქვეყანა ისტორიაში, რომელიც ფაქტიურად წავიდა ისეთი სახის დათმობაზე, როგორც წავიდა დონალდ ტრამპი და შეერთებული შტატები. გამახსენეთ ბოლო ქვეყანა. რუსეთი ვერ წამოაქციეს ბიჭო ამ იმაზე უკრაინაზე და აქ პირიქით. და ამერიკა წავიდა ირანთან ამხელად დათმობაზე. რატო? იმიტომ რომ ირანს აქვს დიდი ძალა, ხალხო. და ეს გეი მილიტარისტები რო ტყუილებს გვაჭმევდნენ აქამდე და შიგევროპელები ქუჩაში ცეკვავდნენ და რავი, დავლიდ ისენი ქონათ, რა ქვია, რაღაც საზოგადოებრივ მოწყობებს აკეთებდნენ, ხო? აღმოჩნდა ტყუილი და ფარსი რეალურად, ხო გეუბნებით?
როდესაც ჩვენ საზოგადოების ხარდაჭერა გააქვს, რომ ძალადობრივი რეჟიმით იყო შენარჩუნებული, ხალხს უნდიხარ. ესე მოხდა ზუსტად 79 წელს, როდესაც აიათოლა რუკოლა ხომეინი ჩაფრენდა საფრანგეთიდან ირანში და დაიწყო ირანის ისლამური რევოლუცია. რატო ხალხის ხარდაჭერა იყო ძალიან დიდი? ანუ ხალხის აზრი, ხალხონა თქვენ რა გონიათ ესე რომ აი ვენესუელაში როგორც მოხდა ხა მადურო, რომელიც იყო ჩვეულებრივი, აი რა მარშრუტის შოფერი, პოლიტიკური გადმოსახედიდან რა თქმა უნდა და არა მის პროფესიული საქმიანობით, ანუ წარმოგიდგენიათ თქვენ ეგ ადამიანი, რომელიც მოიტაცეს. რატო? იმიტომ რომ ხალხს ფეხებზე ეკიდა მადურო თვითონ ვენესუელაში. მაგრამ რატო ვერ გატეხეს კუბა ამდენი ხნის განმავლობაში? იმიტომ რომ კასტრო ყავდათ ხო ძლიერი. ანუ ასეთივე შემთხვევა არის ზუსტად ირანში. ანუ ხალხს უნდა რომ მართავდეს ეგ მთავრობა ვინებიც ყავთ. და სანამ ამ სუვერენიტეტსა და სანამ ამ ნებას არ აღიარებს სოფლიო საზოგადოება, მთელი პოლიტიკა დაფუძნებული იქნება ცალკრივ ძალადობაზე, სადაც ამერიკული თვითმფრინავები ჩიტებივით ჩამოფრინდებიან ციდან მიწაზე. და საკუთარ პოლიტიკურ შელახულ იმიჯს კიდევ უფრო გაინადგურებენ არახჩიმ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შესანიშნავი სიტყვები თქვა, თავესესხები და გავიმეორებ აქაც. ნებისმიერი დანგრეული შენობა აღდგება ირანში. მაგრამ რანაირად აღდგება ამერიკის შელახული პოლიტიკური და სამხედრო იმიჯი მსოფლიოში? რანაირად აღდგება? ის ვეღარ აღდგება. ამერიკა როგორც ზე სახელმწიფო, სუპერ სახელმწიფო, რომელსაც პრეტენზია აქვს სოფლიოში რომ ყავდეს სოფლიოს ნომერ პირველი არმია, ირანის საჰაერო ბრძოლებში დასამართა. აღარ მაქვს საუბარი სახმელეთო ოპერაციაზე, რომელიც არ დაიწყო და დათანხმდა 10 გაპაზორებულ პოლიტიკურ პირობას იმაზე, რომ დაესრულებინა და გაეხსნა ზოგადად ჰორმუზის სრუტე. რატო ვერ შეძლო ამერიკამ ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ზოგჯერ შენი ტექნოლოგიაც არ ყოფნის, როდესაც ხალხის დიდ ძალას ეჯახები ქვეყანაში. მე არაერთხელ მაქვს საუბარი და ამაზე ძალიან სუნძი იყო, ძალიან დიდი ჩინელი პოლიტიკური გეოსტრატეგოსი, სამხედრო თეორეტიკოსი ესე რომ ვთქვათ რა. მაგას აქ ძალიან საინტერესო რაღაც ნათქვამი რომ იქამდე შენ ვერცეთ მტერს ვერ დაამარცხებ ცხოვრებაში, სანამ მოწინააღმდეგის პატივისცემას არ ისწავლებ. პატივისცემა ხალხო არის უმნიშვნელოვანესი რამ. პატივისცემის გარეშე აი თვითონ რესპექტიც არ გაქვს ხალხისგან. ამერიკა რო თავის გამოგონილ ფანტაზიებში ცხოვრობდა, ომის მინისტრიდან დონალდ ტრამპამდე და თავიანთ ილუზიებში რო ცხოვრობდნენ სოფლიოს მართლა პროპაგანდაში და სინამდვილეში სხვა წინადადება დახვდათ, იმიტომაც მიიღეს არასწორი რეალობა. სანამ შენ მოწინააღმდეგის პატივისცემას არ ისწავლი, გინდა ეს ცხოვრებაში იქნება, გინდა ეს ომში იქნება, ხო? დამიჯერეთ ტყუილზე აგებული ტყუილით დასრულება ყველაფერი. აი ესე მუშაობს სამყარო. ნახოთ, დაველოდოთ მდგომარეობის განვითარებას, როგორი იქნება. მე რა თქმა უნდა, ყველაფერში ჩართული ვიქნები, რამე ისეთი თუ რამე მოხდა და შევაფასოთ, რავი, თქვენი აზრი გამოთქვით ამასთან დაკავშირებით. აი ხალხო, მე რავი, თუ რამე შემეშალა და არასწორად თქვი, კი ბატონო, არ არის პრობლემა, მოვისმენ, დაწერეთ უბრალოდ თქვენი აზრი, მაინტერესებს. აი თქვენ რას ფიქრობთ ამ თვენახვევრიანი საბრძოლო მოქმედების შესახებ, რომელიც ორკვირიანი ზავით დასრულდა. ეს ორკვირიანი არ გეგონოთ, რომ მეტი ოფიციალურად ომი არ დასრულებულა. ეს არის ორკვირიანი საბრძოლო მოქმედების შეწყვეტა, რომ ჰორმუზის სრუტე გაიხსნას და საწვავით გაიაფთეს, შედარებით იმასთან რაც იყო და ძალიან ბევრი, ისე თქვა, მოიხსნას. ნახოთ, დაწერეთ, დალაიქეთ ვიდეო და დროებით.